ჩემმა ვაჟმა შეწყვიტა ტაძარში სიარული, თუმცა 12 წლის ასაკში თვითონვე პირველად წამიყვანა ეკლესიაში. მოინათლა და მეც მოვნათლა. ეს მოხდა 16 წლის წინ. ახლა ყველა წესებიდან მხოლოდ ერთს ასრულებს. დილაობით ცეფისკვერს იღებს და ნათლისღების წყალს სვამს. მრავალი წელია ვევედრები ღმერთს, რომ შვილი დაუბრუნდეს ეკლესიას. წეს მხოლოდ აღდგომის წირვას დაესწრო, ცხონდება კი, მისთვის ლოცვა არ შემიწყვეტია. ძილის წინ შვილისთვის შეასრულეთ დიდი და მცირე მეტანიები. ორშაბათობით იკითხეთ მთავარანგელოზ მიქაელის დაუჯდომელი და დახმარებისთვის ევედრეთ 7-ვე მთავარანგელოზს. იქონიეთ იმედი, რომ მათი შეწევნით თქვენი შვილი ეკლესიის წიაღს დაუბრუნდება. უფროსი ვაჟი 25 წლისაა. ბოლო დროს შეწყვიტა ეკლესიაში სიარული, ზიარება, სახლში ლოცვა. როგორ მოვიქცე, დავაძალო თუ სხვა რა მოვიმოქმედო? შვილისთვის გირჩევთ რამე ლოცვითი კანონის შესრულებას. მაგალითად ჩუაღამეს დაიწესეთ თქვათ 100 ესოს ლოცვა. უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შეიწყალე მონა შენი შვილის სახელი. ჩემი 22 წლის ქალიშვილი სულ უფრო შორდება ეკლესიას. გულგრილი ხდება ჩვენი მოძღვრის მიმართ, რომლის დიდი ერთგული იყო. შორდება მე. გატაცებულია თანამედროვე მუსიკით, ტელევიზორით, კომპიუტერით. ხედავ რამდენად დამღუპველია მისთვის უკმად ყოფნა, მაგრამ უკვე ვეღარ ვახდენ მასზე გავლენას. დამნაშავე ვარ, რომ ვერ შევინარჩუნე ოჯახი და მეუღლეს გავცილდი. ჩემი ბრალია, რომ ასეთი გაიზარდა. ბავშვობაში ძალიან აკლდა ჩემი ყურადღება, სიყვარული, უბრალოდ ჩემთან ყოფნა. ვცდილობ მივცე რაც დავაკელი, მაგრამ მგონი მისი ნაკლოვანებების წახალისება უფრო გამომდის, ვიდრე მდგომარეობის გამოსწორება. სიმკაცრისთვის ავტორიტეტია საჭირო, რაც სამწუხაროდ არ გამაჩნია. ვცდილობ ურთიერთობის აწყობას, მისი ინტერესების სფეროში შესვლას, მაგრამ გრძნობ, რომ ამით საკუთარ სულიერ წყობას ვანგრევ. როგორ დავეხმარო, რომ დაუბრუნდეს ეკლესიას და ოჯახს. შექმნილ ვითარებაში ჯობს მოითმინოთ, ილოცოთ, მოინანიოთ თქვენი ცოდვები. ქალიშვილისადმი გამოიჩინოთ სიყვარული და ზრუნვა. ოღონდ ნუეცდებით მისი შეცდომების გამართლებას. შვილის არასწორ აღზრდაში რომ საკუთარ თავს ადანაშაულებთ, ეს უპირველეს ყოვლისა თქვენთვის არის კარგი. ყოფილა შემთხვევები, როცა წმინდანებსაც აღზრდისა და პირადი მაგალითის მიუხედავად უღირსი შვილები გამოსვლიათ. ქალიშვილს ეკლესიაში სიარულს ნუ დააძალებთ. ეს მასში გამოიწვევს მხოლოდ გაღიზიანებას. არ დაკარგოთ იმედი. გახსოვდეთ, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ის ღმერთისთვის შესაძლებელია. ჩემი 23 წლის ვაჟისთვის, რაც სიძვაში ცხოვრება დაიწყო, ფულის შოვნა ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. ადრე წირვაზე მიიჩქარავდა, სტიქარს იცვამდა, აღსარებას ამბობდა, ყოველ კვირას ეზიარებოდა. 2 ბერისგან კურთხევა აქვს მღვდლობაზე. ახლა კი ტაძარში შესვლაც არ უნდა. მე მისი თანდასწრებით ის ცალკე ცხოვრობს. სარწმუნოების თემას არ ვეხები. თუმცა, როგორც დედა, ალბათ ვალდებული ვარ დავუმოწმო ჭეშმარიტება. ლოცულობ მისთვის, ძალიან გთხოვთ რჩევას. ჭეშმარიტების დამოწმება პირველ რიგში თქვენი ცხოვრებით და ლოცვით უნდა დაიწყოთ. სულიერ თემებზე საუბარი იმ ადამიანთან, რომელიც ყურებს იცობს და არც კი გისმენთ, საჭირო არაა. ევედრეთ წმინდა პაისი დიდს, რომ თქვენს ვაჟს შეზიზღდეს ამ ცოდვის სიბინძურე. ღირსი მამის ლოცვამ ქრისტესგან განდგომილი მისი მოწაფე წარწმედას გადაარჩინა. ჩემი 17 წლის ქალიშვილი მტკივნეულად რეაგირებს თხოვნაზე და მეხმაროს საოჯახო საქმეებში. ან შენიშვნებზე, რომლებსაც ვაძლევ მისი საქციელის გამო. კონფლიქტების შემთხვევაში იმუქრება, რომ ფანჯრიდან გადახტება. უკვე რამდენჯერმე ჩამოვათრიეთ, რაფიდან. ძალიან მეშინია, რა ვქნა. ფსიქოლოგების მიერ შემჩნეულია, რომ თუ ადამიანი თვითმკვლელობის სურვილის აფიშირებას ახდენს, ეს ფანდია და ამას სინამდვილეში აკეთებს ოჯახის წევრების დასაშინებლად. ის მსახიობივით თამაშობს თვითმკვლელის როლს, მაგრამ არ ჩქარობს თავის მოკვლას. პირიქით, დროს წელავს და ელოდება, როდის დაუწყებენ ხვეწნა მუდარას, რომ შეჩერდეს და თავი არ მოიკლას. ვისაც სუიციდი აქვს ჩაფიქრებული, როგორც წესი მალავს თავის წადილს და ამას ისე აკეთებს, რომ ხელი არავინ შეუშალოს მის განზრახვას. ამიტომ გირჩევთ ქალიშვილის მუქარები მშვიდად მიიღოთ, თორემ ეს შანტაჟი ჩვეულებად გადაექცევა. მაგრამ თუ შვილს ნერვები აქვს დაავადებული, მაშინ ფრთხილად მოეპყარით.
შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, თუმცა ამასთანავე გმართებთ გონივრული სიმტკიცის გამოჩენა. წერთ განსაზღვრში ჩავარდნილი 2 ქრისტესიმილი დის თხოვნით. ერთის ქალიშვილი 4 წლის წინ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და აქამდე უგონოდ არის. მეორის ერთადერთმა ქალიშვილმა უღალატა მართლმადიდებლობას და მაჰმადიანობა მიიღო. რა რჩევითან უგეშებდით ამ ორ დედას? ქალიშვილის ავადმყოფობა ცხონების პირდაპირი გზაა როგორც დედისთვის, ასევე შვილისთვის. მათი მიწიერი ტანჯვები იმ ქვეყნად მარადიულ სიხარულად გადაიქცევა. რაც შეეხება მეორე მეგობრის ქალიშვილს, საჭიროა ლოცვა, რომ მან სიკვდილის წინ მაინც შეინანოს თავისი საქციელი. დედამ არ უნდა დაკარგოს იმედი და გააგრძელოს ლოცვა. გამოუთქმელმა მწუხარებამ მომიცვა. მორწმუნე ვარ, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ქმარი, რომელიც ათეისტია, 8 წლის წინ ჩემი ეკლესიურობის გამო გამეყარა. თუმცა ჯვარი დაწერილი გვქონდა. ჩემი ერთადერთი ვაჟი 22 წლისაა. მუდმივი სამუშაო არ აქვს, რასაც ის შოვის სასმელში ხარჯავს. დღეები ისე გავა, სახლში არ მოდის. ძალიან გაბოროტებულია, შვიდად საუბარი არ შეუძლია. უმიზეზოდაც კი ყვირის. მე როგორც დედას საერთოდ ვერ აღმიქვამს. ყველაფერი ჩემს კისერზეა, სახლში არ მეხმარება. თხოვნის მოსმენაც კი არ სურს. უკვე ელემენტარულ რამესაც ვეღარ იგებს. მისი გონებრივი შესაძლებლობები სულ უფრო ჩლუნგდება. ჩემს მიმართ უდიერ დამოკიდებულებას შევეგუე. მესმის, რომ ეს ჩემი ცოდვებისთვის მოწენული სასჯელია, მაგრამ მისი სული ხომ იღუპება. შევეცადე ყურადღება არ მიმექცია მისთვის. საჭმელი არ გამეკეთებინა, მაგრამ გული არ მიძლებს. ტირი და ჩემი სიტყვებით შველას ვთხოვ უფალს და ღვთისმშობელს, მაგრამ არაფერი იცვლება. თუმცა მწამს, რომ ღმერთს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის შეცვლა და გამოსწორება. რა თქმა უნდა, მძიმეა თქვენი ჯვარი, მაგრამ როდესაც ასეთ მწუხარებაში თქვენი სინდისი დამშვიდებულია, ეს ფასდაუდებელი ბედნიერებაა. შვილს თუ მიატოვებთ, მოსვენებას ვერ იპოვით. ხო, თუ ის უთქვენოდ დაიღუპება, საკუთარ თავს ჩათვლით მისი სიკვდილის მიზეზად. ამიტომ ჯობს მოითმინოთ ეს გარეგნული გასაჭირი, ვიდრე შინაგანად დაიტანჯოთ სინდისის ქენჯნით. ამაზე უარესი მხოლოდ ჯოჯოხეთის სატანჯველია. გააგრძელეთ ლოცვა შვილისთვის და თუ ამ განსაზღვრელს ქრისტიანული მოთმინებით გადაიტანთ, მაშინ ღმერთისაგან მიტევებისა და ნუგეშის გარდა ჯილდოც მოგეცემათ. კითხვა 2 დას ეხება, რომლებიც სულ პატარები მოვნათლე. 7 წლამდე ბავშვები ჩემს მახლობლად ცხოვრობდნენ და ეკლესიაში ხშირად დამყავდა საზიარებლად. ყველაფერი შეიცვალა, როცა მათი ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა. ახლა ისინი 17 წლისანი არიან და როგორც გავიგე, უწესო ცხოვრებას ეწევიან. ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ ტელეფონით საუბრისას პირობას მაძლევდნენ, რომ კვირაში ერთხელ მაინც ივლიდნენ ეკლესიაში, აღსარების სათქმელად. ახლა კი ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის ყრუკედელი აღიმართა. მათ სახელებს წირვაზე ვიხსენიებ, მოსახსენებელს მონასტრებშიც ვაგზავნი და სახლშიც ვლოცულობ, მაგრამ გოგონები ზნეობრივად სულ უფრო ეცემიან. როგორ მოიქცე? გავაგრძელო მათთან ტელეფონით ურთიერთობა თუ მხოლოდ ლოცვით შემოვიფარგლო. ზოგი იმასაც მირჩევს, რომ საერთოდ დავანებო თავი მათთვის ლოცვას. ნათლულებისთვის ლოცვა აუცილებელია, მაგრამ ურთიერთობისას თუ გრძნობთ, რომ თქვენს შორის ყრუკედელია აღმართული, მაშინ ჯობს გონივრული სიფრთხილე გამოიჩინოთ და სარწმუნოებაზე არ დაუწყოთ საუბარი, სანამ თვითონ არ წამოიწყებენ ამ თემაზე ლაპარაკს. მახსენდება ასეთი შემთხვევა. ერთ ოჯახში ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. კაცი მორწმუნე იყო, ცოლი არა. მიუხედავად მეუღლის მრავალწლიანი შეგონებისა, ქალი ეკლესიაში არ დადიოდა და სიკვდილის წინაც აღსარების თქმაზე უარი თქვა. რამდენიმე ხანში კაცი სიზმარს ხედავს. მისი მეუღლე ცოცხალია და სახლში იმყოფება. ქმარი იღებს დანას და ჭრილობებს აყენებს ცოლს სხეულზე. შეშინებულმა კაცმა მონასტერს მიაშურა და იქ მცხოვრებ ბერს სთხოვა აეხსნა ამ სიზმრის მნიშვნელობა. ბერმა უპასუხა: შენი შეგონებები ეკლესიაში ევლო, აღსარება ეთქვა და ზიარება მიეღო, ცოლს ღვთის სამჟაროზე მხილებად ექცა, შენ კი ეს მიყენებული ჭრილობების სახით გამოგიცხადდა. ამიტომ ჯობს გამოიჩინოთ მოთმინება და ნათლულებისათვის განაგრძოთ ლოცვა. ჩემს ვაჟს 17 წლის ასაკში სულიერი კრიზისი დაეწყო. ეშმაკეულ მუსიკას უსმენს,
მოწევაც სცადა და დალევაც სინჯა. 7 წლიდან საკურთხეველში სტიქარო სნობდა, ახლა კი ეკლესიაში დგომა უჭირს. ეტყობა, რომ იტანჯება. მისი თქმით, უკეთ ხდება, როცა ტაძრიდან გადის. ნანობს ეკლესიიდან წამოსვლას, თუმცა უკან დაბრუნებაც არ უნდა. ჩემს რჩევებს არ ისმენს. ლოცულობ მისთვის, მაგრამ ჯერ არაფერი იცვლება. მეშინია, რომ ეკლესიაში სიარულს არ დაანებოს თავი და უბსკურში არ გადაეშვას. ჯერჯერობით შვილს ნუ დააძალებთ ეკლესიაში სიარულს, კიდევ დაელოდეთ დროის გასვლას. სთხოვეთ, რომ სახლში ხმამაღლა გიკითხოთ სახარება, ეცადეთ მასზე სიყვარულით იმოქმედოთ. გახსოვდეთ, რომ ამას აქში ჭაბუკები განსაკუთრებით თავმოყვარე და ჯიუტები არიან. ევედრეთ წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოს, რომელიც მწუხარებაში ჩვენი შემწედა მეოხია. მე და ჩემს მეუღლეს 2 ვაჟი გვყავდა. უფროსი, როცა შვილი სიმსივნით გარდაეცვალა, მეუღლეს გაშორდა. მეორე დაქორწინდა და გოგონაც შეეძინა. ჩვენი ვაჟები ავარიაში მოყვნენ. დამნაშავე მძღოლი იყო. უმცროსი დაიღუპა, უფროსი კი გადარჩა. ის ადრეც სვამდა, მაგრამ ახლა გაბმით სვამს და ამ მდგომარეობაში მართავს მანქანას. როცა გასაღებს ვუმალავთ, უფრო აგრესიული ხდება და ხელითაც გვეხება. მისი ოჯახი პრაქტიკულად დანგრეულია. ვისთან აღარ გვყავდა სამკურნალოდ, მაგრამ ვერავინ უშველა. იმის შემდეგ, რაც თავს გადახდა, სარწმუნოების გაგონებაც არ უნდა. ისედაც ბრაზიანი იყო. ახლა კი მუდმივად გაბოროტებულია. ამ ყველაფერს ისიც ამძიმებს, რომ იურისტია და საქმე აქვს გვამებთან. ჩვენი მოძღვარი გარდაიცვალა და რჩევას ვერავის ვეკითხებით. მე და ჩემი მეუღლე აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით. 40 დღე ღვთისმშობლის ხატთან დაუჯდომებს ვკითხულობდით. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც კი შესაძლებელია. უკვე არ გვესმის რა ხდება. კითხვები ბევრი გვაქვს, პასუხი არა. გთხოვთ დაგვეხმაროთ ლოცვით და მოგცეთ რჩევა. შეეცადეთ შვილისთვის ყოველდღიურად იკითხოთ სახარება, ისე რომ ერთ კვირაში მთლიანად წაიკითხოთ 4-ვე მახარებელი. სახარების კითხვისას უმჯობესია იდგეთ, მაგრამ თუ დაიღლებით ან შეუძლოდ იქნებით, დაჯექით და ისე გააგრძელეთ კითხვა. ყოველი თავის დასრულებისას გააკეთეთ მეტანიები და შვილისთვის თქვენი სიტყვებით ევედრეთ უფალს. ღირსი სერაფიმე საროველის ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ის სახარებას კითხულობდა ერთი ცოდვილისთვის, რომელიც გადარჩა, მაგრამ დემონი ისე გაბოროტდა წმინდანზე, რომ ღვთისდაშვებით ხელი დაუზიანა. ეშმაკის შურისგებისთვის თქვენც უნდა იყოთ მზად. თავდაპირველად განსასწრებელი შეიძლება გაძლიერდეს, მაგრამ არ დაიხიოთ უკან. ჩემი 16 წლის ვაჟი მეზღვაურთა სკოლაში სწავლობს, მაგრამ თბილისში გაიქცა და ცოლად 19 წლის გოგონა მოიყვანა. სასოწარკვეთილებაში ვარ. უსუსურობა მიპყრობს და მრისხანება მეუფლება. მისგან კარგი არაფერი გვახსოვს. არასდროს გვიწევდა ანგარიშს და ყოველთვის თავის ჭკუაზე დადიოდა. მესმის, როგორც მორწმუნემ ეს მორჩილებით უნდა მივიღო და ჩემი ცოდვებისთვის მოწეულ საჯელად ჩავთვალო, მაგრამ გრძნობები და ცუდი აზრები მერევიან. როგორ მოვიქცე? მივენდო ღვთისნებას? შვილი თქვენთანაც რომ ცხოვრობდეს, მრისხანებისა და უძლურების გრძნობა მაინც დაგეუფლებოდათ, რადგან თქვენ მისინების მოდრეკა გსურთ. ის კი უკვე ბავშვი არ არის. ძველად საქართველოში 16 წლის ყმაწვილი კაცად ითვლებოდა. შექმნილ სიტუაციაში პირველ რიგში თქვენ შინაგან მდგომარეობას უნდა მიექციოთ ყურადღება და გულიდან ამოიზირკოთ სასოწარკვეთილება და რისხვა. რაც შეეხება შვილის საქციელს, არიან ადამიანები, რომლებიც სხვის რჩევებს ყურს არ ათხოვებენ. მათ ჯერ მარცხი უნდა იწვნიონ, რომ სათანადო დასკვნები გააკეთონ და მიხვდნენ რა არის სიკეთე და ბოროტება. როგორც ჩანს, თქვენი შვილი ადამიანთა ამ კატეგორიასგან ეკუთვნება. ზოგიერთ საქმეს ან წამოწყებას დასაწყისი ცუდი აქვს, ბოლო კეთილი, ხან კი პირიქით ხდება. მომავალში რა იქნება, არავინ იცის, ამიტომ განაგრძეთ შვილისთვის ლოცვა. ადრე გწერდით ჩვენი ვაჟის შესახებ, რომელიც შვილისა და ძმის სიკვდილის შემდეგ გალოთდა. ყველაფერი შევასრულეთ, რაც გვირჩიეთ, მაგრამ შვილს უკეთესობა არ ეტყობა. ახლა სამსახურის დაკარგა. გოგონას მამის ეშინია, ცოლს კი მისი კოდირება უნდა. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სასამართლოს წესით შეიძლება ალკოჰოლიზმის იძულებითი მკურნალობა. შვილს კი თავისინებით არ უნდა. ამბობს, რომ დალევას თავს არ დაანებებს, რადგან მოსწონს ეს მდგომარეობა. მის სიმთვრალეს მუდმივად ახლავს ჩვენდამი ბრალდებები და შეურაცხყოფა.
უკვე აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ. დაჟინებით მოვთხოვოთ მკურნალობის დაწყება თუ დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. კოდირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შველა, როდესაც ადამიანი ლოთობის მავნებლობას და დამღუპველობას აცნობიერებს და სურს ამ მანკიერებისაგან გათავისუფლება. კოდირების დროს ადამიანის ორგანიზმში ისეთი ნივთიერების იმპლანტი შეჰყავთ, რომლის ალკოჰოლთან შეერთებისას შხამი წარმოიქმნება. ამიტომ კოდირება გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. თუ ადამიანი ვერ გაუძლებს და მიიღებს ალკოჰოლს, მძიმედ მოიწამლება. არსებობს ალკოჰოლიზმის სხვა უსაფრთხო მეთოდებიც, მაგალითად აკუპუნქტურით მკურნალობა, რომელიც ამცირებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. თუ თქვენი ვაჟი დაგთან ხვდებათ, მოძებნეთ გამოცდილი სპეციალისტი და ჩაუტარეთ ამგვარი მკურნალობა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სასმელზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლების შემდეგაც ადამიანმა ძველი ჩვევის გამო ხელახლა დაიწყოს სმა. რაც შეეხება თქვენს ლოცვას, ის არ დაიკარგება. აღსრულდება, ოღონდ შესაძლოა არა როგორც თქვენ ვარაუდობდით, არამედ სხვაგვარად, ამიტომ განაგრძეთ ლოცვითი კანონის შესრულება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ლოცვა მექანიკურად არ აცხოვნებს სხვა ადამიანს, არ სვლის მის პიროვნებას, არ ართმევს მას თავისუფალ არჩევანს. ლოცვა ღვთისკენ მოუხმობს ადამიანს, სიკეთის საკეთებლად ძალას აძლევს, ბოროტებისაგან იცავს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება მას. მაგრამ ღვთის ეს უხილავი შეწევნა ადამიანმა შეიძლება მიიღოს ან უარყოს, ამიტომ საბოლოო სიტყვა მაინც მან უნდა თქვას. ახლახან შემეძინა შვილიშვილი. რძალი ძალიან ზარმაცი და უპასუხისმგებლო გოგოა. ბევრი რამ არ იცის, მაგრამ არც სწავლა უნდა. ძალიან მებრალება, მზად ვარ შევიყვარო კიდეც, რადგან მშობლები ალკოჰოლიზმის გამო ყურადღებას არ აქცევდნენ და ბავშვობაში თითქმის მარტო გაიზარდა. მაგრამ ისე გამოდის, რომ მის მაგივრად მე მიწევს ყველაფრის კეთება. არ შემიძლია შვილიშვილის უპატრონო დატოვება. შედეგად კი საშინლად ვიღლები. ვერ ვასწრებ ვერც ლოცვას, ვერც დასვენებას. ხშირად ვფიქრობ, იქნებ არასწორად ვიქცევი, რომ ვერავის სიტუაციაში და ხელს ვუშლი მოსახდენის მოხდენას. რამდენად შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს საკუთარი თავი და სად გადის ზღვარი თავდადებისა. როგორც ჩანს, რძალს მძიმე გენეტიკური მემკვიდრეობა მოჰყვება, რასაც უნდა გაუწიოთ ანგარიში როგორც ავადმყოფობას, რომელსაც ცოდვა შეერია. დაეხმარეთ შვილის ოჯახს, ოღონდ თქვენი ძალების შესაბამისად. წელში რომ არ გაწყდეთ, საკუთარ თავზე ნუ აიღებთ ყველა პრობლემას. რაც შეეხება ზღვარს, ცნება გვეუბნება. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. დააყენეთ თქვენი თავი სხვის ადგილას და გააკეთეთ ის, რასაც თქვენთვის გააკეთებდით. ესაა ხარისხი და ზღვარი ქრისტიანისა, მაგრამ სიკეთე გონივრული განსჯით უნდა გააკეთოთ. რაშიც დახმარებაა აუცილებელი დაეხმაროთ. რისი გაკეთება რძალსაც შეუძლია, მან გააკეთოს. თქვენი სიკეთე არ უნდა იქცეს მისთვის თქვენი ექსპლუატაციის მიზეზად. ჩემმა ქალიშვილმა ახალშობილი გოგონა დამიტოვა იმ მიზეზით, რომ ბავშვი მის თავისუფლებას ზღუდავს. სინამდვილეში კი მას ღვთისაგან თავისუფალი ვნებებზე დამონებული ცხოვრება უნდა. სიძე თავდაპირველად ზრუნავდა შვილზე. ახლა კი არც უნდა მისი ნახვა. ბავშვი მეწოდება. მშობლებისაგან მიტოვებულს სტრესი დაემართა და ახლა მკურნალობის კურსს გავდივართ. ექიმი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეიძლება, მაგრამ განკურნება არა. მას ოჯახის სითბო სჭირდება. დედ-მამა ან თუნდაც ბებია და ბაბუა. ველაპარაკე მშობლებს, მაგრამ უშედეგოდ. თავად მე 44 წლის მარტოხელა ქალი ვარ. ბოლო 5 წელია მხოლოდ ჩემს სულზე ვზრუნავდი. ეკლესია მონასტრების მოსალოცად დავდიოდი. გათხოვებაზე დიდი ხანია არ მიფიქრია. უფრო მონაზნობისკენ ვიხრებოდი. ახლა კი ერთი აზრი ამეკვიატა. ვიპოვო მორწმუნე მეუღლე, რომელიც ბავშვის აღზრდაში დამეხმარება. ამის შესახებ მინდოდა მართლმადიდებელ ფორუმზე გამაკეთებინა განცხადება. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. შვილიშვილი ძალიან მიყვარს და მეწოდება. შვილიშვილის აღზრდა თქვენი ქრისტიანული ვალია და ვიმედოვნებ, რომ ვალის გარდა სიხარულიც. შექმნილ სიტუაციაში გათხოვება შეიძლება ცუდი გამოსავალი არც იყოს, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, იპოვით თუ არა შესაფერის ადამიანს. ასეთი სერიოზული საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ არის ვირტუალური ურთიერთობა.
აქ აუცილებელია პირადი ნაცნობობა. განა, ვინც მართლმადიდებელ ფორუმებში მონაწილეობს, ყველა მორწმუნეა? დაშვებულმა შესდომამ კი შეიძლება ბავშვს უფრო მეტი ტრავმა მიაყენოს. ამიტომ ამ შემთხვევაში გმართებთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. ევედრეთ ღვთისმშობელს შეწევნისათვის, რომ ბავშვისთვის ან ოჯახის შეგაქმნევინოთ, ან ძალა მოგცეთ მის აღსაზრდელად.